99 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა და ხატვა. უფრო მიყვარს მუსიკა. ვსწავლობ ალიაშვილის კონსერვატორიაში და ვარ მეორე კლასში. ვიოლინოზე მინდოდა შესვლა თავიდან, მაგრამ პიანინო უფრო მომეწონა ხმა და უფრო საინტერესო. მახსოვს პირველი დღე, როდესაც მივედი მუსიკალურში. ჯერ იქ დამხვდა ახლანდელი ჩემი სოლფეჯიოს მასწავლებელი და სიმღერაში შემოამოწმა. რამდენიმე დღე მომზადებდა და მერე ჩამიტარდა გამოცდა. გამოცდაზე მიმღერა ჩემი არჩეული სიმღერა და გავიმეორე ალმით დაკაკუნება. ჩემი საგამოცდო სიმღერა იყო ბასტიბუს ოდელია დელა. ოდელია დელა, ოდელია დელა, დელა დელია. ოდელია დელა, ოდელია დელა, დელა დელია. ახლა ჩემი საყვარელი სიმღერაა სიყვარულის განდაგანა. წყარო ნახე გული მიცემს გამომძახინა ღმიდანა მეუბნებ აგიხაროდეს კალი ნახელ ერთს მიდანა. პიანინოზე რა დაკვრა რომ დავიწყე, ყველაზე ძნელი იყო სისწრაფით დაკვრა, რადგან ხშირად მექცეოდა რიტმი. ყველაზე ადვილი იყო ნოტების სწავლა. მუსიკალურში ჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელია ლიკა კობახიძე. ის არის მხიარული და მეგობრული. არ არის მკაცრი. ისეთი მიდგომა აქვს, რომ შეგვაყვარებს მუსიკას და პიანინოზე დაკვრას. ჩემი პირველი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს ჩაქვის პარკში სცენაზე. პიანინოს გარდა მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე და ფლეიტაზე. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს მხიარული კლასელები, კარგი მასწავლებლები, რომლებიც ყველაფერს დაწვრილებით მიხსნიან და ხანდახან მხიარულ აქტივობებს გვიტარებენ. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი დავითაძე. მშვიდები კლასში არ გვყავს. შედარებით მშვიდია თაია სიხარულიძე. ყველაზე პერფექტიულია მაკრინე მამულაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი მაია შავლიძე. იმიტომ რომ თბილია, კარგად ხსნის გაკვეთილებს და ხან მეხუტება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე კომპოზიტორ მომღერალი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ბალერინა. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან მთელი გატარებული ბავშვობა 5 წლისის რო ვიყავი. სულ ერთად ჩემი მეზობლები, სულ ერთად დავბოდით ეზოში და მხიარულად ვიყავით მთელი დღე. ჩემი საყვარელი თამაშებია ფეხბურთი და დროშობანა. სხვათა შორის ვარ ძალიან კარგი მეკარე. ყველაზე მარტივად ვიღებ ახლოდან დარტყმულ ბურთებს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მამარდაშვილი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. სიამოვნებით ვთამაშებდი გოგონების ფეხბურთის ნაკრებში 13 ნომრით. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს 2 და 2 ძმა. ჩემი და არის 18 წლის და ჰქვია ქეთევანი. ის არის ჭკვიანი, ლამაზი და სერიოზული. მამიკო არის მშრომელი, მხიარული და მეგობრული. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და საქმიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიურე და კოტლეტი. მე ვიცი მხოლოდ კვერცხის შეწვა და მაკარონის მოხარშვა. სამაგიეროდ ვიღებ ძალიან გემრიელ ყავას. მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა და ჩემი თვითსწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ მზის ჩასვლას და დაბურულ დღეებს. ჩემი საყვარელი ფერებია ცისფერი და იასამნისფერი და არ მიყვარს წითელი. ჩემ ნახატებს ვგროვებ, იმიტომ რომ როცა გავიზრდები, მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ჩემი აზრით ბავშვობა არასდროს არ მთავრდება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დალი თედორაძეს „აქალჯების სამფლობელო“. საყვარელი მურთმენია ბარბოსკინი. მე ვიცი რუსული, ცოტა ინგლისური და ახლა ნელ-ნელა ვსწავლობ თურქულს. კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ყველა ავადმყოფს გავამაჯამრთელებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში და თურქეთში სტამბოლში. ყვავილებიდან მე ვგავარ ენძილას. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიამი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მარიამი დამარქვა ჩემმა ექიმმა და ეს სახელი ძალიან მოუწონს. მაგრამ მარიამი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლელა. ჩემ შვილებს დავარქმევ ლიას და ილიას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლოს, სად ემოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვემოგზაურებდი მე-12 საუკუნის საქართველოში და ვიქნებოდი თამარ მეფის ახლობლად. ბედნიერება არის კარგი მეგობრები, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიყვარული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.